მიდით და საქართველოს. იმიტომ რომ რუსეთი როდესაც დაკავებული იყოს კავკასიაში საქართველოსთან ომით, ამ შემთხვევაში იძულებული იყო რომ დასავლეთის მიმართულებაზე ომები, რომლებიც იქნა წარმოებული ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან, მაშინ წააგეს პოლონეთთან ომი, წააგეს იქედან გამომდინარე რომ ერთ-ერთი უძლიერესი შენაერთები იძულებული იყო კავკასიაში ყოფილიყო და შეენარჩუნებიათ კავკასია ომით. ზუსტად იგივე ცდილობდნენ, ზუსტად ეს აუთ ბალტიელებს თავში, აზრად რომ უკრაინის შემდეგ თუ კი საქართველოს იქნება აფეთქებული, მაშინ ისინი მშრალად შემოინახავენ თავს. და თუ კი ეხლა იქ როგორ არის? ბალტიისპირეთი არის ბუფერი, პოლონეთი არის ბუფერი და შემდეგ მოდის დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ხო? ამიტომ ისინი ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ყოფილი ომი შეჩერდეს საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე. თვითონ იყვნენ მშრალად. ამიტომ ამას ყველა ელოდება. არა მარტო საქართველოში, ჩემო კარგო, არა მარტო საქართველოში და არა მარტო საქართველოში ადარდებთ ეს ამბები, ადარდებთ მთლიანად მთელი ევროპის მიმართულებაზე. უკრაინის მომავალზე რას უნდა ვფიქრობთ? ქვეყანა, რომელიც ბოლოს ამ წელიწადში გაანადგურეს, გაანახევრეს დემოგრაფიულად და რა ვიცი, ტერიტორიულად კიდე დიდი შანსი რა უნდა გქონდეს ამ ქვეყანას მომავალი. მე არ ვიცი უკრაინის მომავალი რა იქნება, კარგს არაფერს არ ვფიქრობ. დეტალურად მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია ის, რომ უკრაინის მომავალი შეიძლება იქნას ანგარიშები იქედან გამომდინარე, თუ ეს ქვეყანა როგორც თუ დაიშალა როგორც სახელმწიფოდ, ისტორიულ მიწებს ვინ მოითხოვს. ბევრი კითხვა არის შემოსული. რატომ ვარ უზრდელი და გაუგებარი, ხო, კაი. მე ვიყო უზრდელი და გაუგებარი და შენ იყავი მაგარი კაცი. თურქულ ბერძნული ამბავი ეს კიდე ცალკე საკითხი არის, ახლა დღეს უბრალოდ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ საერთოდ ეს ის ქვეყნები არის, რომელთა შორის ისტორიული ზიზღი არის, ისტორიული მოწინააღმდეგეები არიან ერთმანეთის და ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან, არც ისე შორს 70-იან წლებში კვიპროსზე ჰქონდათ კონფლიქტი და უახლოეს მომავალში თუ არა, მომავალში განსაკუთრებით ნატოს ბლოკის დაშლის შემთხვევაში აუცილებლად მოსალოდნელი არის ის, რომ რაღაცა მოხდება. თუმეტეს თუ დავეყნობით სუნძის ომის ხელოვნებას, ამბობენ რომ ომი შეუძლებელია იქნას არიდებული, შეიძლება იქნას გადადებულიო, რომელიმე მხრის პოზიციების მოსაგებად, ამიტომ მომავალში რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა მასშტაბებით და როდის ცოტა ძნელია. კი ბატონო, ობამამ აიყვანა 2-დან 7 ომზე და სხვათა შორის საინტერესო არის ის მომენტიც, რომ ობამას მიღებული ჰქონდა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ატივცემულო თქვენთან გესაუბრებ. მომწერე ელექტრონულ პოსტაზე რა გნებავთ და რა ვიცი, თუ შევძლებ დაუმწურავი პასუხის გაცემას გაგცემთ თუ არა. ანუ Facebook-ზე მომწერეთ და სამწუხაროდ ბევრი წერილი მაქვს და ვერ ვახერხებ დროულად პასუხის გაცემას, არ გეწყინოთ. არ ვიცი, ჩემო ძმაო, არ ვიცი, ვერ გეტყვი ახლა ნამდვილად ტრამპის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მაგ საკითხზე პოლონეთსა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ტრამპს ლანძღავენ უკრაინელები, იქედან გამომდინარე, რომ ღალატ შეადანაშაულებენ.